ეს არალეგალი შემოჭრილი მიგრანტი გაერთიანებულ სამეფოში ქუჩაში მტრედს ჭამდა და წაასწრეს. და დღეს ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთ სოციალურად მიუღებელ ქცევას, რამაც რამდენიმე ადამიანს აგრძნობინა, რომ შესაძლოა ეს არ უნდა იყოს ის კულტურები, რომლებიც ჩვენს ქალაქში შემოგვაქვს. ფრთხილად იყავით, თუ არ გიყვართ მტრედების ჭამის ყურება, ეს ვიდეო შეიძლება თქვენთვის არ იყოს შესაფერისი. შენ ჭამ მტრედს, შენ ჭამ მათ. ო, შენ ვერ შეჭამ მათ, რა ჯანდაბა? რას ამბობ? შენ გინდა რომ შეს მოკვლას ცდილობ. პოლიციაში. პრობლემა ისა რა ჯანდაბას უშვები საწოლს. გულისხმობ? რა პრობლემა? გულისხმობ ის რომ ამბობს. რა პრობლემაა? ეს თითქოს მთლიანად გვეუბნება პრობლემას, არა საყვარელო. ბიჭებო, არ ინერვიულოთ. ჩვენ გვაქვს სხვა საინტერესო ვიდეოებიც. მაგალითად, ეს კაცი, რომელიც საჯარო ნიჟარაში იბანს ფეხებს. ან ეს შესანიშნავი ცეკვა, რომელიც ნამდვილად გაძლევს კომფორტის შეგრძნებას მათი ქცევის მიმართ და შეგახსენებს, რომ ისინი აქ მხოლოდ იმისთვის არ არიან, რომ იჯდნენ და შენი მტრედები ჭამონ. ისინი აქ არიან, რომ შემოიჭრან და დაიპყრონ, როგორც თავად ამბობენ, მაგრამ ამას მალე მიუბრუნდებით. შენ ვერ შეჭამ მტრედებს ქუჩიდან ძვირფასო. საიდან ხარ, კაცო? საიდან ხარ, კაცო? საათი მჭირდება. რა გოგჭირდება, ბავში? ეს დიდი პრობლემა. ის შენი პატარა ტყუპია. საიდან ხარ, შენ აბიჯვარო, საიდან ხარ? თქვენ პატარა ნაბიჯურებო, შიტებს და კლაუდ ხომასეა. კი, ნაბიჯვარო, ასეა. გაიფრიე ნაბიჯვარო. საიდან ხარ, ძმაო? ხო. საიდან ხარ? არიტრე. შენ დედამოწმული კულულები, არტიომი არ ვარ. კომპანია ჩერდება. დედა მოწმული მტრედის დაჭერა. ეს დიდი პრობლემა, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს. მაგალითად, იცი რა, ნუ დაკარგავ დროს იმიძზე, მე შენს თავს მოგაჭრი. კარგი, საიდან ხარ? პირდაპირ ჭამენ, კლავენ და ჭამენ მტრედებს. ღმერთო ჩემო, ღმერთო დიდებულო. ამბობენ, თუ მესამე სამყაროს შემოიყვან, მესამე სამყაროს მიიღებ. მგონი რაღაცას მივხვდით. და ეს რაღაც შეიძლება იყოს ის, რომ ეს სიმართლეა. გულისხმობ, აი კიდევ შესანიშნავი კონტენტი თქვენთვის. შეიძლება იყოს. ეს ბორანი მომსახურებიდან ამოღებულია და აღარ დაბრუნდება ჩემთან. თუ გსურთ, რიბაკ. დატოვეთ ბორანები, რომლებიც ტერმინალისკენ მიდიან. დაელოდეთ. საზიზღარია. ხო, მინდა რომ ყველა ცუდად ითამაშოთ ამით. არ ვიცი, ეს რესტორანშია თუ არა. ღმერთო ჩემო, ეს რესტორანშია. ღმერთო ჩემო, ეს რესტორანშია. ის რესტორანის ნიჟარაში იბანს ფეხებს. ბიჭებო, ეს ბორანი მომსახურებიდან ამოღებულია და აღარ დაბრუნდება მასზე, ხო? თუ დაბრუნება გსურთ. პირდაპირ შიგნით. არგი. ეს Staten Island-ის ბორანის ტერიტორიაზეა. საკვების განყოფილების შიგნით ის ნიჟარაში იბანს ფეხებს. და რაც უნდა გითხრათ, მეგობრებო, თუ მესამე სამყაროს შემოიტანთ, მესამე სამყაროს მიიღებთ. ეს იმდენად გულისამრევი და არაჰიგიენურია. და თუ ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ან ამერიკის პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ეს რომშიც ხდება. Scusa signora. მართალია. ბოდიჩი. ჩვენ არ დაგვიკეთებია. დაიკიდე. რობიტო არა. მე ვარ შეუტყნარებელი. რობიტო არა. არა იღო. გულისხმობ. ეხლა დამიძახე დრამატული, მაგრამ ეს მგონია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და დომინირების ნიშნის კომბინაცია. რადგან ეს არ არის ის რამ, რასაც სოციალური ნორმალური ადამიანები, ლური ადამიანები აკეთებენ საჯაროდ. გესმის რას გულისხმობ. მაგრამ კიდევ ერთხელ ისინი ცდილობენ, რომ ეს სიტყვები საკუთარად მიითვისონ. მოусმინე ამას. ჩვენ. არ გვინდა რომ იმ ხალხის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ მუსლიმები ვართ და მიუყვებით წინასწარმეტყველს სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. ჩვენ მიუყვებით შარიათის კანონს და მიუყვებით ამ ქვეყნის კანონებს, როგორც ალლაჰი ბრძანებს. დიახ, ჩვენ მხოლოდ შარიათის კანონს ვაყენებთ წინ. არ გვინდა ამ ქვეყნის კანონების დაცვა. სოციალური ნორმები არ გვაინტერესებს. თუ ფეხების დაბანა გჭირდება, სამზარეულოში დავიბანოთ ფეხები. რა თქმა უნდა, ეს სრულიად მისაღებია. თუ მშიერი ვართ, ქუჩიდან მტრედები შევჯამოთ. და თუ უცნაური რაღაცების გაკეთება მოგვიწევს, ისიც გავაკეთოთ. და ეს ვიდეო ეხლა ძალიან ვირუსულად გავრცელდა, იმიტომ რომ, ეს მხოლოდ თეორია არ არის, რომ ამბობენ. რაღაცების ხელში ჩაგდება უნდათო. ისინი ამას მართლა აკეთებენ. ჯარში აბსოლუტურად ყველა, ვინც დღეს დილით სპორტდარბაზში იყო, მიგრანტი. ყველა მათგანი. აქ სამუშაოები არ არის, უფრო ხშირად გამოვალ, როგორც ამბობენ, წუთობრივი ლიმიტის ფარგლებში. And here, no jobs,
შენი დედა მოთმინული ფეხსაცმელები. მართლა ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიგებ, რასაც ის ამბობს. ყოველ დილით და უკვე ჯგუფებად იწყება. ველოდები როდის სიტყვის ერთ სიტყვას და დედას შევეცი. ანუ თუ აპირებთ ვისაუბროთ ყველაზე ასოციალურ ქცევაზე, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, ის ფაქტი, რომ ახლახან მიგრანტებს გაუნაწილეს გაუპატიურების სახელმძღვანელო, უკვე ყველაფერს გეუბნება იმის შესახებ, თუ რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევა. ან ნახე ეს ახლახან გავრცელეს გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში, ანუ არა ქუჩებში, არამედ მიგრანტებს დაურიგეს. მართლა არ ვიცი კიდევ რა ვთქვა ამაზე. საღამო მშვიდობისა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც ჩანს, უბრალოდ აღიარა, რომ ისინი ქვეყანაში შემოჰყავთ გამაუპატიურებლები და პედოფილები. ფიქრობ ყველანი ვთანხმდებით, რომ გამაუპატიურებლები და პედოფილები ალბათ ყველაზე მიუღებელია საზოგადოებისთვის. ისინი აძლევენ უკანონო მიგრანტებს ბუკლეტს იმაზე, თუ როგორ არ გააუპატიურონ ქალები და ბავშვები. ასევე უნდა დაგემატებინა. ქუჩის მტრედები არ ჭამო და საზოგადოებრივ ნიჟარებში, განსაკუთრებით სამზარეულოს ნიჟარებში, ფეხები არ დაიბანო. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათთვის ცოტა ზედმეტად სპეციფიკური იყო. თავშესაფრის მაძიებლებს უთხრეს, რომ ბავშვებთან სექსი ცუდია. ბროშურაში წერია, რომ აქაური კანონები და ტრადიციები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი სამშობლოსგან. ბროშურაში წერია, რომ 16 წლამდე პირთან სექსი დიდ დანაშაულად ითვლება გაერთიანებულ სამეფოში. თუნდაც ისინი დათანხმდნენ, ეს მაინც უკანონოა. შეგიძლიათ მოხდეთ ციხეში, დაკარგოთ დახმარება და საცხოვრებელი და ეს იმოქმედებს თქვენს თავშესაფრის თავშესაფრის მოთხოვნაზე. უბრალოდ დააკვირდით, რომ იქ არ წერია, რომ აუცილებლად გაგაძევებენ, თუ ბავშვს გააუპატიურებთ, თუ რავს გაათ, ან რომ აუცილებლად უარს გეტყვიან თავშესაფარზე. არა. და არალეგალურ მიგრანტებს რეალურად უნდა აუხსნათ, რას ნიშნავს გაუპატიურება. აი ესია. დიდ ბრიტანეთში სექსზე ორივემ უნდა თქვას დიახ, ამას თანხმობა ეწოდება. ეს მაინც უკანონოა. თუ კი მათზე დაქორწინებული ხარ, ან ადრე თქვეს დიახ, მაგრამ ახლა ამბობენ არა, ეს იმოქმედებს შენს თავშესაფრის მოთხოვნაზე. კიდევ ერთხელ, უბრალოდ იმოქმედებს შენს თავშესაფრის მოთხოვნაზე. ნაზე. გარანტირებული არა, რომ გაგაძევებენ. უბრალოდ ძალიან ცუდად შევაფასებთ ამას, არა? ეს გვერდზე, რომელიც სათაურად აქვს გენდერული თანასწორობა. თავშესაფრის მაძიებლებს ეუბნებიან, რომ ქალებს შეუძლიათ იმუშაონ, ისწავლონ და იმოგზაურონ თავისუფლად მამაკაცის ნებართვის გარეშე დიდ ბრიტანეთში. სხვა გვერდზე, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება, გაფრთხილებენ, რომ შეიძლება დაგაკავონ, ან ციხეში მოხვდე, თუ ფიზიკურ ან ემოციურ ძალადობას განახორციელებ შენს პარტნიორზე. მათაც კი უნდა უთხრან, რომ არასოდეს სადონ სექსუალური კავშირი ვინმესთან, ვინც მძინარია, თრალია, ან აშკარად ვერ აძლევს თანხმობას. და კიდევ ერთი რამ. მათაც კი ეუბნებიან, რადგან როგორც ჩანს, ამის თქმა სჭირდებათ, რომ არ უნდა იარონ და ქალების სასქესო ორგანოები არ უნდა დაასახიჩრონ. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა ბრიტანეთში ჩამოსვლაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიცის. და იცით, მათაც კი აფრთხილებენ, რომ არ აქვთ უფლება სხვისი თანხმობის გარეშე გადაიღონ სექსუალური ხასიათის ფოტოები, ან სხვისი თანხმობის გარეშე გაავრცელონ ისინი. აი ეს არის მტკიცებულება. სწორედ აქ, ამ დოკუმენტში. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ სრულიად მიუღებელი სოციალური ქცევა შემოდის ქვეყანაში. რადგან კიდევ ერთხელ თუ მესამე სამყაროს შემოიყვან, მიიღებ მესამე სამყაროს. თუ შემოიყვან ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ქუჩაში მტრედების ჭამა შეიძლება, ისინი მართლაც შეჭამენ მტრედებს ქუჩაში. და თუ შემოიყვან ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ფეხების დაბანა შეიძლება თქვენი სამზარეულოს ნიჟარაში, ისინი ამასაც გააკეთებენ. და თუ ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გადაიღონ ფოტოები ან დაასახიჩრონ სასქესო ორგანოები, ან სექსი ქონდეთ ადამიანებთან, რომლებსაც ძინავთ, იცით რას გულისხმობ. როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მისაღები ხდება თუ შემოიყვან ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ეს მისაღებია. მაშ, რატო არ უნდა ვთქვათ უარი იმ ადამიანების შემოყვანაზე, ვინც ფიქრობს, რომ ეს მისაღებია? განა ეს ჭკვიანური არ არის ჩემი მხრიდან. გმადლობთ ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის.